როგორ იყო ამორჩეულთა აქტივობა საღამოს 8 საათის მონაცემებით ცესკოში მორიგი ბრიფინგი იმართება. საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში 72.72%, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში 43.12%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 8 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში საღამოს 8 საათისათვის შეადგინა 46.74%, რაც რაოდენობრივად იყო 1,627,956 ამომრჩეველი. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ძირითადად კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდი და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც უმრავლეს შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებზევე ჰქონდა რეაგირება. დღეს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა 729 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის საშუალებით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით უმოკლეს ვადაში ელექტრონულად მოაწოდებენ ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებ გვერდზე results.cc.gov.g. როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. აღნიშნული 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, YouTube-სა და ვებ გვერდზე განხორციელდება. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისგებლობის დაკისრებაა. თუმცა ასევე ერთეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობაა მოთხოვნილი. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია რა თქმა უნდა განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის ორი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები, შედეგები და შემაჯამებელი ოქმი მიღებისთანავე იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ვებ გვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმების დათვლის პროცესი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა 8 საათის მდგომარეობით მიიღო 1,975,845 ამომრჩეველმა, ოღონდ ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთის უბნები და პროცენტულად ეს არის 56.23%. დიახ, კეთილი.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა CSKO-დან, მაშასე საღამოს 8 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56.23%, ანუ დღეს საარჩევნო უბნებზე CSKO-s მონაცემებით მივიდა 1,995,845 ამომრჩეველი. პირველ ტურში კი ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 46.74%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში, ყველაზე დაბალი კი წალკაში, თბილისში კი ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი არის 55.9%. ბოლო მონაცემებით 261 საჩივარია შესული საოლქო საარჩევნო კომისიებში.